ჩვენ კიდევ ერთ რამეს ვავალებს პავლე მოციქული და გვახსენებს, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ის ჩვენი წინამძღვარია და ჩვენს მეოხად შევიდა მამის მარჯვნივ, ჩვენ პასიურად არ შეიძლება ვიყოთ პირიქით, ეს არის ჩვენი სტიმული, ჩვენი ეს მეომრული სული, რომელიც უნდა გამოვავლინოთ და ნახეთ როგორი მეომრული სულია, როცა ჩვენ ცოდვას ვერ ვამარცხებთ, სულმოკლებას ვერ ვამარცხებთ, ჩვენს გული განუწმენდავი გვაქვს და გონებაც ასევე ნახეთ ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგახართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. ნახეთ პავლე მოციქული რას გვეუბნება. ამიტომ ნებისმიერი სულმოკლება, ნებისმიერი თქმა, რომ აიცი რაღაც არ შემილია დავიღალე, ხო ბერი ხო არა ვარ, მონაზონი ხო არა ვარ, ერისკაც სისხლამდე არ მდგახართ და ამიტომ ვერ ამარცხებთ. და როცა პავლე მოციქულის ეს სიტყვები შავი თეთრზე მიწერია მე გამოცხადებაში, რომ სისხლამდე დგომა მეომრული სულით მაგ ვალდებულებად როგორ უნდა გავიმართლო ღვთის წინაშე თავი, როდესაც წარვდგები და აღმოჩნდება, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი უმრავლესობა ისე გავფლანგე, რომ საერთოდ არც მიშრომი, არც მიბრძოლია და არც მიომია.